შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არს სასუფეველი ცათა. ეს რა შეჭირდებოდა ქრისტეს? არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველა მცნება შეასრულოს. რა სინათლეზეა საუბარი? მწამს ღმერთის, მაგრამ მღვდლისა არ მწამს. ყველა ადამიანი ახალშობილი ინათლება და რა უნდა გააცნობიეროს მაშინ ახალშობილმა. საქმის გარეშე მკვდარია სარწმუნოება. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ნათლისღების დღესასწაულზე. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. სულ რამდენიმე დღის წინ იყო ნათლისღების დღესასწაული და ჩვენ ახლა დავბრუნდით ეთერში, განვაახლეთ ჩვენი გადაცემები და უპრიანი იქნება რომ ვისაუბროთ ამ დღეზეც. თუმცა, მოდით აი ესე დავიწყებ თემის წარმოჩენას. თქვენ წინა გადაცემაში ახსენეთ, რომ შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა ხოლმეო. აი რას უკავშირდება ეს და რატომ აღინიშნებოდა ერთად? იყო თუ არა ნათლისღება შობის ტოლფასი დღესასწაული? საქმე იმაში გახლავთ, რომ მეოთხე საუკუნემდე რაღაცა ეკლესიის ესეთი სტრუქტურული სახე არ არსებობდა, როგორცაც დღეს ჩვენ ვიცით, შეიძლება ადამიანში ძალიან გაკვირვებას იწვევდეს, რომ რაღაცა მეოთხე საუკუნიდან იწყებს ისეთი დღესასწაულები აღნიშვნას და ეკლესია ისე შობას ასე გვიან ხვდებით, რომ აღნიშნავენ და შეიძლება დღეს ძალიან გაგიკვირდეს, რომ როგორ ასაკეთებდნენ მთელი 3 საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ თუ ეკლესიის ისტორიას ვნახავთ, რა ასაკეთებდნენ და მოწამეობრივად ესე იგი მოწამეობრივი გზა ჰქონდა ეკლესიას მთელი 3 საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ვნახულობთ ისტორიულ ქრონიკებს, მათ შორის პირველი დევნა ქრისტიანობისა, როდესაც დაიწყო და ნერონი გახლავთ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანი ამ ქრისტიანთა დევნაში, ის რომ მან ქალაქი რომი გადაწვა ეს ისტორიულ წყაროებში მოცემულია და რაღაცნაირად თავი ემართლებინა და ქრისტიანები დაადანაშაულა ამ საკითხზე, აქედან მოყოლებული იყო რომ რაღაც თითქოს შენელდებოდა, თითქოს რაღაცნაირად აღარ მისდევდნენ ამ სახელის გამო ადამიანებს, მაგრამ იყო ესეთი მძაფრი გამოხატულებაც, რომ საკმარისი იყო სახელის თქმა, რომ მე ქრისტიანი ვარ, ავტომატურად მოწამეობას ნიშნავდა. ესა პირდაპირ საოცარი ტანჯვა წამებით შეიძლება მოეხადათ ადამიანისთვის სული. შესაბამისად, ქრისტიანული თემები არსებობდნენ, რაღაცა ცალკეული კავშირები არსებობდა, იქ თქვა ჩვენ ვიცით რომ იერუსალიმში რაღაც ეკლესია, ვიცით ანტიოქიაში, ალექსანდრიაში ეს პირველი ეკლესიები გახლავთ შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ სტრუქტურულად ასე გამართული დღევანდელ დღეს როგორც უყურებთ რომ აი ხო თქვა საკვირაო წირვები, იმალებოდნენ ისინი კატაკომბური იყო ძირითადად ესეთი ეკლესიები, ნუ მეტნაკლები თქვა იმპერიის გააჩნია რომელ კუთხეში იყვნენ, დევნა თქვა რა სიმძაფრით მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე დღევანდელმა ჩვენმა მაყურებელმა რომ არ გაიკვირვოს ეს შეიძლება არც კი ქონდა ეკლესიას ამისი საშუალება, რომ დამსხდარიყვნენ და ერთად განეხილათ მაგალითად დღესასწაულის საკითხები. შესაბამისად, ჩვენ როდესაც გვესმის, რომ ერთად აღნიშნავდნენ შობას და ნათლისღებას, ეს იყო პირველად როგორც კი ეკლესიამ სული ამოითქვა, ედიქტი გამოვიდა, რომ ქრისტიანობა მივიღოთ ჩვენს იმპერიაში როგორც ერთ-ერთი რელიგია, ანუ ადამიანებს ეშლებათ ეს რომ გონიათ რომ მეოთხე საუკუნეში გამოიცა ბრძანება თითქოს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. სახელმწიფო კი არ გახდა. უბრალოდ დაუშვეს რომ ქრისტიანობას არსებობის უფლება აქვს სხვა რელიგიების გვერდით, მათ შორის იმ წარმართული ღმერთების გვერდით, ქრისტეს სახელიც რომ იხსენიებოდეს და ამის გამო ადამიანები არ ხოცოთ, აი ესეთი ბრძანება გამოვიდა. აქედან გამომდინარე, პირველი ეს ამოსუნთქვა შეიძლება იყო ეკლესიისა საფუძველი იმისა, რომ დაეწყოთ ფიქრი იმაზე, რომ აი ახლა როგორ შეიძლება მე აღვნიშნო სხვადასხვა დღესასწაული. მათ შორის ქრისტე რომ დაიბადა თუნდაც ეს. შესაბამისად, ეს გვიანდელი პერიოდი აქედან გამომდინარეც არის, მათ შორის მირქმის დღესასწაული, მათ შორის აი საუფლო დღესასწაული, ჩვენ რასაც აღვნიშნავთ ახლა 12 დღესასწაულს, ერთადერთი აღდგომა იყო ყველასთვის, რაც იყო საერთო.
და აქედან გამომდინარე აღდგომას რა დღესასწაულებიც მოსდევს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მოძრავია ყოველთვის ეს და აღდგომას მოსდევს ამაღლება და სულთმოფენობა ყოველთვის აღდგომის თანმდევია. ეს დღესასწაულები შეიძლება ჩაითვალოს უძველესად, რომ ამას აღნიშნავდნენ ასე ქრისტიანები, მაგრამ ქრისტეშობასთან მიმართებაში, იგივე ნათლისღებასთან მიმართებაში ჩვენ იგივეს ვერ ვიტყვით. როგორც კი ვახსენეთ უკვე რაღაცა სულის ამოთქმა, შეიძლება ითქვას, რომ აი პირველი რაც გააკეთეს, ეს იყო რომ შობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს და მასთან ერთად ნათლისღების დღესასწაული. იმიტომ რომ ფაქტიურად ორივე შობაა ჩვენთვის ქრისტიანისთვის, იმიტომ რომ ერთია ადამიანის ხორციელი შობა და მეორეა მისი სულიერი შობა. ერთია, როდესაც იშვა მართლაც დაიბადა გაჩნდა თავის დედის და მამის ოჯახში და მეორეა, როდესაც სულიერად იშვა ის ეკლესიაში. ამიტომაც შეიძლება ამ კუთხითაც ეს კავშირი, რაღაცა ეს ორი შობა ერთ დღეს იქნას გაერთიანებული, მაგრამ ქრისტესთან მიმართებაში ეს რა თქმა უნდა ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, ამიტომაც ეკლესიამ ძალიან მალე შეცვალა ეს ამბავი და შობის დღესასწაული, თუ კი ჩვენ ვიტყვით 25 დეკემბერია, მაშინ 6 იანვარი გახლავთ ნათლისღების დღესასწაული. ჩვენ ახლა ამას ახალი სტილით უკვე აღნიშნავთ 7 იანვარს და 19 იანვარს ამ შესაბამისობაში გვაქვს ეს დღესასწაულები, 12 დღიანი სხვაობაა მათ შორის, მაგრამ არის უძველესი ეკლესიები დარჩენილი და ვახსენეთ კიდეც ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში, რომ აი მაგალითად სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეს არ შეუცვლია და დღევანდელ დღემდე ესე აღნიშნავენ, ერთ დღეს აღინიშნება მათთან ქრისტეს შობისა და ქრისტეს ნათლისღების დღესასწაული. ეხლა რაც შეეხება აღნიშნის თარიღზე ესე მეტნაკლებად ვთქვით, ინფორმაცია გავაჟღერეთ, ეხლა უნდა ვთქვათ თვითონ დღესასწაულის მნიშვნელობა. რომელიც უმთავრესია, ვიდრე კალენდარული დღე, იმიტომ რომ ამაზე კიდე ცალკე დავებია, რომ თითქოს კალენდარულ დღეს ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა, რომელ დღეს იქნება აღნიშნული, ვიდრე შინაარსს და ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ასე არ უნდა შევხედოთ ჩვენ არც ერთ დღესასწაულს და არც მარადისობას არ უნდა ვუყუროთ ჩვენ ისე როგორც ჩვენ დროში მცხოვრებ ადამიანისთვის მარადისობა იცით რა არის? მარადისობა გონია რომ დრო რომელიც აღარ მთავრდება და სინამდვილეში საერთოდ უდროობაა ეს მარადისობა. და აქედან გამომდინარე თითქოს კალენდარსაც ისე წარმოვაჩენთ რომ ამ ჩვენ კალენდარზე არის დამოკიდებული ახლა იქ მარადისობა. და ამ კალენდარში ახლა თუ ამ დღეს არ გავაკეთებ ეს ამბავი, ესე იგი იქ მარადისობაში რაღაცა დაირღვევა და სინამდვილეში პირიქით არის რომ აქ სხვა შინაარსს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე კალენდარს, თუმცა კი კალენდარიც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე დამიდგინა ეკლესიამ და ამას ვემორჩილები მე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, არავის ეგონოს რომ ეს მეორე ხარისხოვანია, მაგრამ უმთავრესი არ არის ამის შესახებ მინდოდა უბრალოდ მეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის. რაც შეეხება თვითონ ნათლისღების დღესასწაულს, ჩვენ მეძახით მას ნათლისღებას. აბსოლუტურად ყველა წყაროში, რომელსაც თქვა ლიტურგიკული საკითხავია თუ თქვათ რაღაცა ისეთი ხელნაწერი, რომელიც შეიძლება შეხვდეს უძველესი ადამიანს და განხილული იყოს ქრისტეს ნათლისღება, ყველგან წერია, რომ ეს ამ დღეს ქვია განცხადება. ანუ გამოცხადება. და ეს განცხადება გახლავთ ყოვლადწმინდა სამების განცხადება, ანუ გამოცხადება კაცობრიობის წინაშე, როგორც იოანე ნათლისმცემელი ამბობს იოანე სახარებაშია მოთხრობილი ეს ამბავი, რომ მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ სულიწმინდა მიკარნახა, რომ ვიზეც დაინახავ გარდამომავალ სულს და მასზე დავანებულს, ეს არის ის, ვინც შენ შემდგომ მოდის და მე მისი ხამლის თასმის გახსნის უფლებაც კი არ მაქვს, ამას რომ ამბობს, ამოწმებს ის ამას იესო ქრისტეზე და ეს დამოწმება გახლავთ შემდეგნაირი, რომ ჩვენ ვხედავთ ამ განცხადებას, ანუ გამოცხადებას ყოვლადწმინდა სამებისა ასეთი სახით. იესო ქრისტე, რომელიც ჩადის მდინარეში იოანე ნათლისმცემელთან მოსანათლად, მტრედის სახით გარდამომავალი სულიწმინდა მასზე დავანებული და ზეციდან ხმა, რომელიც ისმის, რომ ესე არის ზე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ. შესაბამისად, ამ განცხადებას, ყოვლადწმინდა სამების განცხადებას, რაც ჩვენ ძველ აღთქმაში არაერთ გზის შეიძლება გვხვდებოდეს მინიშნებითად და ეს მინიშნებებიც ვთქვათ, ეხლა თუ ძალიან ბევრ დროს არ წავიღებთ, ეს პირველივე ფრაზა დასაწყისი ბიბლიისა გახლავთ, რომ დასაწყისში დასაბამად ქნა ღმერთმა ცადა ქვეყანა, თუ ჩვენ ამას წავიკითხავთ დედანში, აბსოლუტურად სხვაგვარად ჟღერს, აღმოვაჩენთ, რომ იქ პირდაპირ აი სიტყვით რო ვთარგმნოთ, ესე ჟღერს დასაბამად შექმნა ღმერთებმა
მრავლობითში არის სიტყვა ელოჰიმ გახლავთ მრავლობითში რაც მოასწავებს იმას რომ თუ კი ზმნა შექმნა მხოლობითშია მაშინ ღმერთები მრავლობითში რატო არის მე ვიკითხე კიდეც ეს ებრაულის მცოდნეებთან რომ რაღაცა გრამატიკული ესეთი შეიძლება გადახვევა არის იმიტომ რომ შეიძლება ნორმა არის ჩვენთვის არის გადახვევა თორემ შეიძლება ნორმა არის იმენაში რომ მხოლობითში წარმოითქმება ზმნა რომ შექმნა და მე ღმერთებმა მრავლობითში და მითხრეს რომ არა უბრალოდ ესო პატივისცემის ნიშნად არისო მრავლობითში გამოხატულიო და ჩვენ მერე სხვა ადგილას აღმოვაჩენთ რომ არ არის მრავლობითში და მხოლობითშია ღმერთის სახელი წარმოჩენილი მაგალითად სადაც არის ადონაი, ელშადაი და ასე შემდგომ ესენი სულ ყველა მხოლობითშია და რატომღაც ელოჰიმ დასაწყისში გახლავთ მრავლობითში ეს პირველი მინიშნებაა რომ ღმერთები ამ შემთხვევაში გახლავთ ყოვლადწმინდა სამება რომელიც არა სამი ღმერთი არამედ ერთი ღმერთია მაგრამ პირველი მინიშნება აქ ჟღერდება მეორე მინიშნება ჟღერდება როდესაც ადამიანის შექმნის შესახებ არის საუბარი ჩვენ ვისმენთ იქ თათბირს რომ ღმერთმა თქვა რომ მოდი ვქმნეთ კაცი და კაცი ხატად მსგავსად ჩვენდა ვინ ჩვენდა ჩვენდა მრავლობითია და ან თუ ლაპარაკობს ვისე თათბირება იქამდე არის შექმნილი დედამიწა თქვა ცა ვარსკვლავები ცხოველები და ფრინველები და ცხოველებს და ფრინველებს ეთათბირება თუ მცენარეულ სამყაროს ეთათბირება ეხლა რომ შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა ეს გახლავთ ყოვლადწმინდა სამების თათბირი რომელიც ჩვენთან ასე მინიშნებითად გაცხადდა რომ ეს ერთი ღმერთი სამპიროვანია რომელიც კაცის შესაქმნის წინ არც ერთი თათბირი არ მოყოლია როგორ უნდა შექმნილიყო მზე ან მთვარე ან თქვათ ცხოველთა სამყარო და ან ფრინველთა სამყარო როგორ უნდა შექმნილიყო თათბირი ამას წინ არ ახლავს კაცის შექმნას წინ ახლავს თათბირი რომ მოდი ვქმნათ ხატად და მსგავსად ჩვენდა და ყოვლადწმინდა სამების ეს შეიძლება ითქვას შეთანხმება რომ ხატად და მსგავსად იქნება კაცი ეს გახლავთ კიდევ ერთი მინიშნება სამპიროვანი ღმერთისა რომელიც გვიცხადდება ჩვენ აი ამ დღესასწაულზე რომელსაც ჩვენ ნათლისღებას ვეძახით და ძველ ქართულად მას განცხადებაი ასე ეწოდება რაც შეეხება თვითონ ნათლისმცემლის ტრადიციას რატომ მოხდა ქრისტეს ნათლობა თუნებას მომცემთ ამის შესახებაც უნდა ვთქვათ ეს არ გახლავთ იოანე ნათლისმცემლის მიერ მოგონილი იოანე ნათლისმცემელი გახლავთ სამღვდელო დასიდან მამამისი ზაქარია მღვდელი იყო მოგეხსენებათ სახარებიდან ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით მიუხედავად იმისა რომ იოანე უდაბნოში ცხოვრობს და მას სამღვდელო მსახურება არ აღუსრულებია შეიძლება ითქვას ესე ტაძარში არ ასრულებდა იმიტომ რომ განდეგილი იყო ნაზორეველი ესე ეწოდებოდა ძველ აღთქმის აი თანამედროვედ რასაც ჩვენ ბერ მონოზნობას ვეძახდით ქონდა ძველ აღთქმას ასეთი ნაზორეველობა ანუ აღთქმას დებდნენ ადამიანები ეს იყო უქორწინებლობის აღთქმა ეს იყო მარხვის რაღაცა განსაკუთრებული სახეობის აღთქმა და ეს აღთქმა შეიძლება ყოფილიყო დროებითი და ყოფილიყო მთელი ცხოვრების განმავლობაში იოანე ნათლისმცემელი გახლავთ ესეთი ნაზორეველი რომელსაც აღთქმა აქვს დადებული მის შესახებ წერია რომ მას არასდროს არაფერი არ უჭამია გარდა იმ ველური მკალისა და თაფლისა რომლითაც ის იკვებებოდა და უდაბნოში მოღვაწეობდა როგორც განდეგილი ამ შემთხვევაში მაგრამ ერთ დღესაც გამოდის უდაბნოდან და იწყებს ქადაგებას შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არს სასუფეველი ცათა და როგორ ახორციელებს ამ ყოველივეს საზოგადოებას რისთვის მოუწოდებს მათ უნდა აღიარონ ცოდვები და წყალში უნდა განიბანონ და ეს წესი ხო მაგრამ აი ეს რაში ჭირდებოდა ქრისტეს ახლა მოგახსენებთ და ეს წესი იოანე ნათლისმცემლის მიერ დადგენილი წესი არ გეგონოთ. ძველ აღთქმას ჰქონდა ესეთი კანონები, მოსეს მიერ დაწერილი კანონები, რომლითაც ებრაელები ხელმძღვანელობდნენ. მაგალითად, თუ დიდი ხნის განმავლობაში უწევდა ადამიანს სხვა ქვეყანაში ცხოვრება, უნებლიეთ თუ ნეფსით შეიძლება არ გაუკეთებია ძალით, მაგრამ წარმართებთან შემხებლობა თითქოს გაუწმინდურებულად თვლიდა ადამიანს და ის რომ ის ვერ აღასრულებდა იმ რიტუალებს, რაც თქვათ მას შეეძლო თავის ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ მსხვერპლის შეწირვა შეიძლებოდა მხოლოდ
იერუსალიმში, იქ თქვათ რაღაცა სხვა გამოსასყიდი მსხვერპლი იყო თუ სამადლობელი თუ იგივე საახსარებო თემა იყო, შეეძლო მხოლოდ თავის ქვეყანაში და სხვაგან ვერ აღასრულებდა, რომ ჩამოსულიყო ეს განწმენდის რიტუალი მას უნდა აღესრულებინა, ანუ ცოდვების აღიარება და წყალში განბანა, ეს გახლდათ ჩვეულებრივი წესი და მოქმედება, რომლებიც ებრაელებისთვის უცხო არ იყო. ამიტომ იოანეს ამ ქადაგებას რა თქმა უნდა მაშინვე გამოეხმაურებიან და მათთვის ეს ახალი არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ თითქოს რაღაცა ქადაგების მეთოდია ახალი და სხვა, მოახლოებულია სასუფეველი ცათარას ნიშნავს და იოანე პირდაპირ ამბობს, გამოიღეთ ნაყოფი სინანულისა და ეს ნაყოფი სინანულისა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ერთია სინანული ადამიანი, რომელიც შეიძლება ნანობდეს, რომ ვაიმე რა ცუდია, რომ კარგად არ ვიქცევი და მეორეა ის, რომ ნაყოფი გამომაქვს, რომ ვიქცეოდი ცუდად, ახლა აღარ ვიქცევი ცუდად. ეს გახლავთ ნაყოფი სინანულისა და ამიტომაც მოწოდება ამ ნაყოფისაკენ, ეს გახლავთ რაღაცა ახალი სიახლე. აი მე როგორ მოვიქცე, მე როგორ ვიცხოვრო, მე რა გავაკეთო და ყველას არიგებს, ყველას ნუ გეშაძლებს და ეუბნება, რომ ყველასთვის არის ეს ხსნა, თავარი არის სინანული. იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველა მცნება შეასრულოს. ასეთი ადამიანი არ დაბადებულა და ვერც დაიბადება. იმიტომ რომ ყველა მცნებას ზედმიწევნით ასრულებდეს და არაფერი არ ეშლებოდეს. ახლა ვიღაცამ კითხავს, რომ აბა წმინდანები მაშინ ვინ არიან? მე გეტყვით ვინც არიან წმინდანები. მაკარი დიდი, რომელსაც ამ ქვეყნიურ ღმერთს ეძახდნენ კაცს, მისი პირველივე ლოცვა ყოველ დილით, რასაც კითხულობდეს უნდა ქრისტიანი ადამიანი, ასე იწყება, რომ ღმერთო გამწმინდე, მე ცოდვილი, რამე თუ არ არა, კეთილი მიქმნიეს წინაშე შენსა. აი ეს გახლავთ წმინდანი, რომელიც განიცდის თავის ცოდვილობას და ამ შესაბამისობიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს იმას, რომ დაიცვას ყველა მცნება ზედმიწევნით, მისთვის თურმე გადარჩენის გზა არსებობს და ეს გახლავთ სინანული. ეს გახლავთ სინანულის ნათლისღება, რომელზედაც მოუწოდებდა იოანე და იქვე ეუბნებოდა, რომ ჩემ შემდგომ მომავალი ჩემზე მეტია, იმიტომ რომ ის არა მარტო ამ სინანულის ნათლისღებით, არამედ სული წმინდით მოგნათლავთ თქვენ და ეს სული წმინდა თქვენზე როგორც ბეჭედი ისე იქნება, ესე იგი და ასახული და აი ამ მეტობაზე, როდესაც ლაპარაკობს და იესო ქრისტეზე მიანიშნებს, ამ დროს მოდის მასთან ქრისტე. რაში სჭირდებოდა ქრისტეს ეს ნათლისღება? ქრისტე ხო უცოდველი იყო. რომელი კითხვას თქვენ დასვით, ეხლა უნდა გავცეთ ამას ჩვენ პასუხი, რომ რაში სჭირდება ქრისტეს, რა აქვს მოსანანიებელი, ან რომელი ნაყოფი უნდა გამოიღოს მან სინანულისა. მას არ სჭირდება ეს. უბრალოდ ქრისტე იწყებს სჯულის აღსრულებას. მისი ქადაგების პირველი ნაბიჯი გახლავთ სჯულის აღსრულება. მისი ქადაგება როდის იწყება, როდესაც იოანე ნათლისმცემელს შეიპყრობენ და მისი ქადაგების პირველი სიტყვები ზუსტად იმეორებს იოანე ნათლისმცემლის ქადაგებას, ისიც ასე ამბობს სწორედ. მოინანიეთ, რამე თუ მოახლოებული არის სათა სასუფეველი. თითქოს არაფერი, რატომ არ შეცვლილ ამაში და რატომ? იმიტომ რომ ქრისტე ძველი აღთქმის გაუქმებას კი არ იწყებს თავისი მოსვლით. არამედ პირიქით აღასრულებს ჯულის ყველა მუხლს, მათ შორის ამ განწმენდის რიტუალის ჩათვლით. იქამდე ხომ აღასრულა, რომ თქვათ, რომ მერვე დღეს წინა დაიცვითა, მე-40 დღეს ტაძარში იქნა მიყვანილი და რაში სჭირდებოდა განწმენდის ლოცვები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, იმიტომ რომ ეს ხომ არ ყოფილა ბიოლოგიური შობა, როგორიც ჩვენ ახლა ვიცით, ქალები როგორც აჩენენ შვილებს, ეს ხომ სხვა მოვლენა იყო, საიდუმლოებითი მოვლენა, მაგრამ ამას აღასრულებენ ყოველივეს, იმიტომ რომ ჯულის თითოეულ მუხლს აღასრულებს ქრისტე. და შესაბამისად ის წყალში ჩასვლაც, რა თქმა უნდა, სჯულის მოთხოვნა არის, რომ უნდა ჩავიდეს ადამიანი და განიბანოს და განწმენდის რიტუალი აღასრულოს, თუმცა კი ქრისტეს წყალში ჩასვლა მის განწმენდას კი არ ემსახურება. იმ წყლის განწმენდას ემსახურება, რომლითაც იკურთხა იორდანის წყალი, რომლითაც ვინათლებით ჩვენ შემდგომ ადამიანები და სწორედ ასე იკითხება ამ ლოცვაში, სამღვდელო ლოცვა, რომელიც ამ წყლის კურთხევის დროს იკითხება, ასე წერია, განწმინდე წყალი, ესე როგორც იორდანის წყალი, რომელიც ქრისტეს ჩასვლით განიწმინდა და სწორედ აი ეს საიდუმლოება, ნათლისღების საიდუმლოება, რომელსაც მღვდელი აღასრულებს ჩვეულებრივ ადამიანზე, გახლავთ საწყისი ამ იორდანეში ჩასვლისა. ეს სწორედ იმ იორდანის წყალია, რომელიც ქრისტემ განწმინდა, რომელთან შეხებითაც, ქრისტეს შეხებითაც ეს წყალი ხდება უკვე არაჩვეულებრივი წყალი, არამედ ცოდვათა მიმტევებელი, ძველი კაცის
სიკვდილი ხდება ამ წყალში და ახალი კაცის დაბადება, აღმოშობა ხდება აი ამ წყლიდან და სწორედ იმ მეთოდით, რომელი მეთოდითაც ეს ქრისტემ გააკეთა. ეს იყო წყალთან მისი შეხება. ანუ წყალში მისი შთაფლა გახდა ჩემი სიცოცხლის წყარო ამ წყალთან შეხებით. აქედან გამომდინარე აღასრულა მან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ ნათლისმცემელი ეუბნება პირდაპირ რომ ეს მე მეკუთვნის შენგან ნათლისღება და შენ ჩემგან იღებ ნათელს და ის ეუბნება რომ არა, უნდა აღსრულდეს ყველაფერი რაც ჯულში არის დაწერილი და მაშინ მიუშვა მან და რო წერია ეს მიუშვა მან ყველას გონია რომ უბრალოდ უმრავლესობა შეიძლება ეგონოს რომ თითქოს იოანე ნათლისმცემელმა მიუშვა ქრისტე რომ მისგან ხელი ნათელეღო მას სინამდვილეში პირიქით არის ქრისტე მისცა მის უფლება ქრისტე მიუშვა იოანე ნათლისმცემელი რომ მისი ხელით მას ნათლისღება მიეღო იმიტომ რომ ვინ არის იოანე ნათლისმცემელი სამღვდელო შთამომავალი რომლისგანაც ვიღებთ ჩვენ სწორედ ამ ნათლისღებას ასე რომ დღევანდელ დღესაც როდესაც ადამიანი ამბობს რომ წამს ღმერთის მაგრამ მღვდლისა არ მწამს თვითონ ქრისტეც მღვდლის ხელით ინათლება შეიძლება ესე ითქვას სამღვდელო ესე იგი ღმერთი მღვდლის ხელს ემორჩილება ამ შემთხვევაში და მის ხელიდან იღებს ამ ნათლისღებას თუმცა კი თვითონ არის გამწმენდელი და თვითონ არის მაკურთხეველი ამ ხელებისა და თვითონ არის მიმცემელი ამ ძალაუფლებისა რომელიც ძალაუფლებაც მღვდელს გააჩნდა მაშინაც და გააჩნია დღევანდელ დღესაც რომ აღასრულოს ეს უწმინდესი საიდუმლოება რომელიც გახლავთ კარიბჭე კარი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების დაწყებისა. რა სინათლე უნდა შემოვიდეს ადამიანში ნათლისღების დროს ესეც ვთქვათ, რაც ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავიაზროთ და თუმცა შეიძლება ეხა მაყურებელმა იფიქროს და თქვას, რომ ყველა ადამიანი ახალშობილი ინათლება და რა უნდა გააცნობიეროს მაშინ ახალშობილმა. მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადოთ, რომ ავხსნათ რა სინათლეზეა საუბარი და რას უნდა ვეზიაროთ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები. დიახ, რა თქმა უნდა, ეგ უქმნელ სინათლეზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ უქმნელ სინათლეში არასდროს არ მოვიაზრებთ სინათლეს, რომელიც შეიძლება მზე გამოსცემდეს თვარი ან ხელოვნურად შექმნილი ჩვენი ნატურა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია, ეს ყველაფერი ქმნილებაა, არსებობს უქმნელი ნათელი, რომელიც სულით განიცდება. ის ფიზიკური თვალით არ იხილება, არამედ შინაგანი სულიერი თვალით იხილება, ეს უქმნელი ნათლის გამოვლინება ჩვენ სახარებისეულად ვიცით ფერისცვალების დროს, როდესაც მოციქულებმა იხილეს ის ნათელი, რომელ ნათელსაც ქრისტე ასხივებდა. თუმცა კი ეს ნათელიც ნახეთ როგორ წერია, რაოდენი ძალედვათ მოციქულებს, ანუ რამდენადაც ადამიანი ამის დამტევნელია, მხოლოდ იმდენი ეძლევა ადამიანს. შესაბამისად, ამ უქმნელი ნათლის შემოსვის შესახებ არის ლაპარაკი, რომ რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ ვიღეთ, დიახ ქრისტე შევიმოსეთ და ქრისტეს ნათელი შევიმოსეთ. ამის შესახებ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ სხვაგვარად ქრისტეს შემოსვა როგორ წარმოუდგენია ადამიანს. როგორ შეიძლება ქრისტეს შემოსვლა ჩვენში განვიცადოთ თუ არა ამ ნათლის სახით, რომელ ნათელსაც ეზიარება ადამიანი და ნებისმიერი შემხებლობა ქრისტესთან ეს იქნება შვიდი საიდუმლოება, რომელიც ეკლესიაშია დადგენილი, ნებისმიერი ეს საიდუმლოება სწორედ ამას ემსახურება, რომ შემხებლობა გქონდეს, შერიგების საშუალება გაქვს შენ ღმერთთან. აი ეს ნათლის შემოსვა არის სწორედ და ამ ნათლის შემოსვლა არის შენში და ამ ნათელზე უქმნელ ნათელზე გვაქვს პირველ რიგში ჩვენ მიმართული, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი მსჯელობა. რაც შეეხება თვითონ იმას, რომ ბავშვმა როგორ უნდა განიცადოს ეს და პატარამ როგორ უნდა განიცადოს. და ხო არ აჯობებს თქვათ, რომ შეიცვალოს ეს ტრადიცია და ცოტა მოზრდილ ასაკში ინათლებოდნენ ადამიანები. იყო სხვათა შორის ეს ტრადიცია, მინდა გითხრათ, რომ ადამიანები ინათლებოდნენ ზრდასრულ ასაკში, როდესაც ისინი აცნობიერებდნენ. საერთოდ იყო საუბარი იმაზე, რომ რადგანაც თვითონ ქრისტე 30 წლისა იყო, როდესაც მოინათლა, იქნებ საერთოდ 30 წლისა მონათლულიყო ადამიანი, თუ კი გადაწყვეტა, რომ ამ გზას შედგომოდა, მაგრამ ეკლესიამ ამის შემდგომ დაადგინა, რომ ის უნდა მოინათლოს შვილობის ასაკში და ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით და არავინ არ ვართ დაზღვეული რაღაცა მოულოდნელი გარდაცვალებისგან, უბედური შემთხვევისგან, ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ უამრავი შემთხვევა გაგვიგია ახალგაზრდის გასვლისა და შესაბამისად ყველას და ყოველთვის სურვილი გვექნებოდა რომ მონათლული ყოფილიყო ადამიანი და თავისი ცნობიერებით ქრისტიანი ყოფილიყო და თავისი ცნობიერებით ყოფილიყო რა თქმა უნდა მონათლულიც
კი, სასურველია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ კი ეს ისე მოხდებოდა, რომ ვარ ცნობიერით ქრისტიანი, მაგრამ 30 წლამდე არ ვინათლები და ამ დროს 17 წლის მოხდა, თქვა, ჩემი გასვლა ამ ქვეყნიდან, რაღაცნაირად ეს ხომ დიდი უნუგეშობა იქნება ჩემი საახლობლო წრისთვის, მშობელი იქნება თუ დედმამიშვილი თუ ახლობელი, რომ ეხლა მე მწამს მჯერა, რომ თუ კი ნათელღებული ვიქნებოდი ქრისტესთან პირდაპირ შემხებლობა და შეერთება მექნებოდა, ამ სინათლის შემოსვლა ჩემში შესაძლებელი იქნებოდა ნათლისღების საშუალები და ამ ყველაფერს მოვაკლდი მე, იმიტომ რომ ვინც ნათელი არ იყოს წყლისაგან და სულისა, ქრისტე როგორც ნიკოდიმოსთან საუბარში ამას აცხადებს იოანეს სახარებაში, ის მოკლებულია ამ სინათლეს. ამ შესაბამისობიდან გამომდინარე, ეკლესიამ დაადგინა, რომ ადამიანი უნდა ინათლებოდეს ჩვილობის შემთხვევაში, ოღონდ უნდა ინათლებოდეს თავისი მშობლებისა და ნათლის სარწმუნოებით. ეხლა ზრდასრული თუ არის ადამიანი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ იმას ნათლია საერთოდ არ სჭირდება. ეხლა ამას აქში მე რომ ვარ და თუ გადავწყვიტე არ ვარ მონათლული და დღეს უნდა მოვინათლო, ნათლია საძებნელი საერთოდ არ ამყავს, იმიტომ რომ უნდა მივიდე ეკლესიაში და ვთქვა, რომ მე ჩემი შეგნებით ვარ მოსული, ქრისტეს ღმერთად ვაღიარებ და მრწამსი გავეცანი და შინაარსი უკვე მიცი გავითავისე და ამიტომაც მინდა რომ მოვინათლო და აღარ მჭირდება უკვე ნათლის ძებნა, მაგრამ ნათლიას უძებნი ჩვილს რომლის მითი სარწმუნოებითაც ვნათლავ მე ამ ადამიანს და ეს რითი არის დადასტურებული, რომ ჩვილი უჭირავს ნათლიას, რომელ შეკითხვებზეც ნათლია იძლევა პასუხს ჩვილის ნაცვლად. რა კითხვები არის ეს? შეუდგები ქრისტესა, პასუხობს ამას ვინ? ჩვილი არა ნათლია. და ის იღებს ამ პასუხისმგებლობას. ის თავისი სარწმუნოებით იღებს ამ პასუხისმგებლობას, რომ იქნება აღმზრდელი, იქნება მლოცველი და იქნება ის კი არა რომ ამ ადამიანს არჩევანს წაართმევს, აღარ მისცემს საშუალებას, რომ ქრისტიანობის გარდა სხვა რამ გზა აირჩიოს, იმიტომ რომ შეიძლება გაიზარდოს ადამიანი და მას არჩევანი არ ერთმევა ამით. მან შეიძლება სულ სხვა გზა აირჩიოს. დაგვიფაროს ღმერთმა, ნამდვილად არ გაგვიხარდება, მაგრამ ასეთებიც ხდება. რომ შეიძლება სხვა გზა აირჩიოს საერთოდ და გადაუხვიოს ქრისტეს გზას ადამიანმა, თუნდაც ჩვილობაში იყოს მონათლული, ან რა ვიცი, დასრულობაშიც კი თავისი შეგნებით მოსული ადამიანიც გვინახავს, რომელსაც შეიძლება გადაუხვევი ამ გზიდან. მაგრამ ის რომ მე მშვიდად ვიყო, მირჩევნია ჩემი შვილი ჩვილობაში იყოს მონათლული, ვიდრე ის რომ ვთქვა, რომ არა, დიდი გორო გაიზრდება, მე გადაწყვიტოს მან საით წავა და რა მიმართულებით ივლის და აი დიდი გაიზრდება თუ არა რომ აღარ ვიცი. აი მე მაინც მგონია, რომ ეს ნათლისღებაც ჩვილობიდან ეხმარება უკვე ბავშვს, რომ გაიზარდოს ეკლესიური, იმიტომ რომ უკვე აი ნათლისღებას თუ დავტოვებთ მხოლოდ ნათლისღებად და იმის შემდეგ ეკლესიასთან შეხება არ ექნება, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ მე ჩვენ ნელ-ნელა ვაჩვევთ ამ ყველაფერს, რომ უნდა იაროს ლოცვაზე, უნდა ეზიაროს, ეს ეხმარება ადამიანს, რომ გაიზარდოს ქრისტიანი და ახლოს იყოს ქრისტესთან, რასაც მაშინ ამ ნათლისღებით იღებს. ვიდრე ახლა 30 წლამდე არ გსმენია, რთულია, რომ მე შენ თვითონ რაღაცნაირად ჩენინებით მიხვიდე ამ გზასთან. მართალი გითხრათ, სწორედ ეს ვიგულისხმე, როდესაც ვლაპარაკობდი, რომ ნათლისა და მშობლების სარწმუნოებით ინათლება მეთქი ჩვილი, იმიტომ რომ იქ მხოლოდ აღთქმის დადება კი არ არის გამოხატულება, ხა სიტყვით რამდენიც არ უნდა იაკობ მოციქული როგორც ამბობს, რომ მაჩვენე შენი სარწმუნოება საქმით, სიტყვით და მე გაჩვენებ ჩემს სარწმუნოებას საქმითო, იმიტომ რომ საქმის გარეშე მკვდარია სარწმუნოება. აღთქმა თუ დავდე, რომ შეუდგები ქრისტეს, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ ამისთვის, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ამიტომაც ეს არის საქმით გამოხატული, რომ მე რომ ეს ჩვილობაში მოვნათლე, იგივე ჩვილობაში მან ზიარება დაიწყო. იგივე ჩვილობიდან ის მიეჩვია, რომ მღვდელი მისთვის უცხო არ არის. მღვდელი მისთვის რაღაც არ არის ის ბარიერი, რომ ვაიმე ეხლა ამ კაცთან მე ვერ მივალ, ვერ დაველაპარაკები. ჩემსჯელი ადამიანი. ჩემს აღსარებას ვერ მოუყვები. რაღაცა ისეთი კედლის მიღმა მდგომი ადამიანი, რომელთანაც შემხებლობა შეიძლება ძალიან ძნელი იყოს, ვერ მივეკარები. არ არის ხელმისაწვდომი ჩემთვის. როდესაც ჩვილობიდან შეიძლება პირიქით ვიყო მიჩვეული, რომ ყოველ წამს და ყოველ წუთს ყოველ ეკლესიაში მისვლაზე ამ მღვდელმა ახლა თავზე ხელი გადამისვა თუ დამლოცა თუ გამესაუბრა თუ გამეხუმრა თუ რაღაცა საკვირაო სკოლაში შემიყვანა და ჩაით და მითი რა ქვია ღვეზელით გამიმასპინძლდა შლის იმ ბარიერს ჩემსა და მას შორის, რომ მე ეს აღმზრდელობითი, ესე იგი, მუშაობა ჩემზე დაწყებულია უკვე პატარაობიდან, ჩვილობიდან, გარდა იმ უხილავი ნათლის შემოსვლისა, რომელ ნათელზედაც უკვე მოგახსენეთ ძალიან მოკლედ, რომ აი ეს ყველაფერი მზრდის მე ამ ქრისტიანულ გარემოში და მადლი მეხმარება, საღვთო მადლი, რომელიც ჩემზე ნათლისღებით გარდა მოვიდა, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი მშობელს და ნათლიას პირდაპირ მოვალეობად უნდა ჰქონდეს.
ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ. მე ვისურვებდი რომ ყველა ჩვენთაგანმა ბავშვობიდანვე, შვილობიდანვე გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რასაც ნათლისღებით ვაკისრებთ ჩვენ თავს და ყოველთვის გვინდოდეს რომ ვიყოთ ამ სინათლეში, რაც იმ დღეს მივიხეთ ადამიანებმა. ნათლისღების მადლმა მოგვანიჭოს სწორედ ეს სინათლე ჩვენში, შინაგანი სინათლე, საღვთო სინათლე, რომ ამ ყოველივეს ესე ჯანმრთელად ვუყურებდეთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.